მოგესალმებით, დღეს ჩვენი სტუმრები არიან გიორგი თევზაძე, ადვოკატი და უფლებადამცველი და ლაშა გოლუბიანი, ადვოკატი. მოგესალმებით ჩვენ სტუდიაში. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. დღევანდელი ჩვენი საუბრის თემა არის დღევანდელი ვითარება საქართველოში. მინდა გავიხილოთ სხვადასხვა ასპექტში მიმდინარე დღევანდელი პროცესები და გამოკვეთოთ ის სამართლებრივი საფუძვლები, რაც არსებობს ამჟამად ჩვენ საზოგადოებაში, ის ქცევის ნორმები, ის დამოკიდებულებები, რაც არის ხელისუფლებასა და აქციის მონაწილეებს შორის და საზოგადოებას შორის. დავიწყოთ აი პრეზიდენტისა და პარლამენტის ლეგიტიმაციის საკითხით, რაც უმთავრესია დღეს მთელი სიმწვავით დგას ჩვენ საზოგადოებაში და საერთაშორისო გამოხაზახილით საკმაოდ მკაცრი არის, საკმაოდ ისეთი მკვეთრი არის, რომ ჩვენ დაუბრუნდეთ საპარლამენტო ლეგიტიმაციას, ხომ? საკანონმდებლობის ჩარჩოებს. აი, ნახოთ, პარლამენტის ლეგიტიმაცია, ესე იგი, მომდინარეობს არჩევნების შემდგომ, ხო, როცა არც საქართველოში მონაწილე პარტიებმა ამ არჩევნებში და არც რაც მთავარია ევროკავშირის პარლამენტმა, არც შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ და აი ესეთი ვითარებაა საკმაოდ რთული და მძიმე, თუმცა ხელისუფლება იძახის, რომ ჩვენ ვართ ლეგიტიმური ხელისუფლებაო. აბა დავიწყოთ მაშინ ბატონ ლაშა თქვენით და ბატონო გიორის ითხოვთ ასრს და წარმატებები მინდა გიხილოთ. მოკლედ, აქ არის ეგეთი მოწმულობა, რომ ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით რაც შეეხება ლეგიტიმაციას ვინ აძლევს, მოდი ჯერ ავიღოთ მთავრობას, ხო? ანუ არჩეულ ხელისუფლებას. ქართველი ხალხი, გიორგი. ხელისუფლების წყარო არის ხალხი? კი ბატონო. მარტივად და გასაგებად. ხო, კონსტიტუცია. ანუ ქართველმა ხალხმა თუ გააკეთეს ორი არჩევანი და თუ არჩევნები ჩატარდა ფუნდამენტური დარღვევების გარეშე, ამ შემთხვევაში მთავრობა და ხელისუფლება ითვლება ლეგიტიმურად. კი ახლა გვაქვს რაღაც არაორდინალური ვითარება, რომ რაღაც ევროპის ზოგიერთი ქვეყანა არ აღიარებს ჩვენ არჩევნებს, მაგრამ ზოგიერთი კი არა, უმეტესობა. ზოგიერთი აღიარებს პირიქით. კი ბატონო. მაგალითად არჩევნებიდან მეორე დღეს ორბანი ჩამოვიდა, მაგალითად მიუღო. ხო, აი ზოგიერთია მაგი არის. თურქეთმა, აზერბაიჯანმა, სომხეთმა მიულოცა ჩაუღო. კი, 4-5 ქვეყანაა მერესო. მე დიდი წარმატება. ჩვენმა სამეზობლომ ყველა მოგვილოცა, კი ბატონო. მაშინ რა ვქნათ ახლა ჩვენ? რუსეთს არ მოულოცია. კი ბატონო. სხვადასხვა. ხო, არც რუსეთს, ხო და ამერიკაში კიდე ტრამპის ადმინისტრაცია რო შევა და გაიმყარებს ძალაუფლებას კაბინეტში, რა მოხდება მე ვნახოთ. მაგრამ ჩვენ არ უნდა ვიყოთ გარე ფაქტორებზე დამოკიდებული. თუ თქვათ პირობითად ავიღოთ, გადამჯელი არჩევნები ჩატარდა და იგივე ვითარება შეიქმნა, ქართულმა ოცნებამ გაიმარჯვა და კიდევ გარედან გვეუბნებია, რომ გაყარდა არჩევნები. აი რა ვშვებით მე? კიდე იგივე კლუბზე მივდივარ? არა, ლაპარაკია, რომ საარჩევნო კომისია იყოს დაკომპლექტებული, მოწვეული გარედან, რა თქმა უნდა, რომ დობა იყოს, რომ არ გაყალბდება. პრეტენზია გვაქვს, რომ დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ, ამ შემთხვევაში რა შევით? არა, კი, მაგრამ სხვა დანიშნულმა საარჩევნო კომისიამ თუ უნდა ჩაგვიტაროთ ჩვენ არჩევნები, ხო, ნუ არა ლაპარაკები ვერ გამოვდივართ ამ შემთხვევაში. არა, გამოვდივართ, მაგრამ ამ შემთხვევაში რომ ეს უზურპაცია ხელისუფლების მხრიდან, რომ აღარ იყოს, თქვათ, გავლენა და იმის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. ამაზეა ლაპარაკი, რომ თანაბარ პირობებში რომ იყოს ყველა და გარკვეული მონაწილეობით ყველა ხელისუფლება იყენებდა სააკაშვილის პერიოდში ჩვენ გვახსოვს მაგალითად ბაღის მასწავლებლები და ჩვეულებრივი. კი, მაგრამ წააგო მაშინ ნაცმოძრაობამ. ჩართული იყვნენ არჩევნებში და აგიტაციაში. იგივე შეიძლება ამ ხელისუფლების პირობებში ითქვას. კი ბატონო. მე ამ ხელისუფლების ახლა დიდი მეხუთი არ ვარ და მათ ადვოკატად ვერ გამოვდგები. მაგრამ რეალობა უნდა ვთქვათ. ამ არჩევნებში რაიმე ფუნდამენტური ჩემი შეხედულებით რაიმე დაღვა არ ყოფილა ისეთი, რომ არჩევნებზე გადავკვეთი მნიშვნელობა და გავლენა მოეხდინა. რატო?
მთელი ევროპა იძახის დაირღვაო და თქვენი იძახი დარაო და ფაქტებით უნდა იყოს და არგუმენტებით უნდა იყოს გამყარებული ეს ეგესაც აქვს ფაქტები და ერთადერთი არგუმენტი მაგათ ჰქონდათ ღიაობასთან დაკავშირებით არღვევები რომ გარკვეულ ბიულეტინებზე მელანმა გაჟონა აი უკანა მხრიდან. ხო. ეგ იყო ერთეული შემთხვევები, მაგრამ ეგ ხوار ნიშნავს რომ იმ ადამიანმა არჩევანი არ გააკეთა. თუ რომელიმე ბიულეტინზე უკრიდან ჩანდა მაგალითად მე 41 შემოხვაზე 15 თუ 8 არ ამნიშნულობა. ხო, რა თქმა უნდა. და თუ თქვენ დაინახეთ და მე ბიულეტინი მოვათავე ელექტრონულ აპარატში. ხო. გაყალბებულია ეგ, ანუ მე ხო არჩევანი ჩემნებით გავაკეთე, უბრალოდ თქვენ დაინახეთ. ხო, არ უნდა და ხო. ეს იყო გარკვეული შემთხვევები. აი, ამაზე აქვს აგებული მთელი რომ არჩევნები გაყალბდა. ბიულეტინების ჩაყრას არ ქონია უბნებზე ადგილი. ქონდა? არა, ქონდა და გააუქმდა ის მარნეულში რა იყო? თლიანივანი გაუქმდა კი. ანუ ისეთი დიდი დარღვევები, რომლებსაც თლიან საარჩევნო გარემოზე და შედეგზე გავლენა მოეხდინა, არ ყოფილა. თუ რომელიმე საერთაშორისო დამკვირვებლები ორგანიზაციები იტყვია, რომ არჩევნები გაყალბებულია, პირობითად ვამბობ. ოღონდ არგუმენტირებულად აგაში გეთანხმებით, მოყვებით თუ არჩევნები გაყალბდა, უნდა ჩაინიშნოს ადამიანები და ხელმეორე არჩევნები გამეორებით. მაგრამ მე მაგალითად როგორც ერთი მოქალაქე ვერ დავრწმუნდი იმაში, რომ არჩევნები იყო გაყალბებული, თან ერთ რამეს დავამატებ უყურებ, ჩემ ობიექტურობაში ეჭირვა შეიძლება რომ მე ქართული ოცნების მხარდამჭერი არ ვარ, მიუხედავად თან დავამატებ იმას, რომ იმ კვლელებს არაფრის დიდებით არ ავირჩევდი, იქნება ეს 5 ნომერი, იქნება ეს რავი, გვარამია თუ 4 ნომერი და შემდეგ ხო, ეროვნულ ძალებს მივეც, მაგალითად კონსერვატულ ალტინფოს მხარდამჭერი ვარ და ჩვეულებრივად მათ ვეხმარებოდი არჩევნებში გამარჯვებაში, მაგრამ მე თვითონაც კი ვაღიარებ, რომ არჩევნები არ გაყალბებულა და ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ აღიარა, რომ დამარცხება არჩევნებში არის ერთი პრინციპი. თუ მოიგებ, არ უნდა დათმო და ბოლომდე გაიტანო, თუ გაგიყალბეთ, მაგრამ თუ წააგებ, უნდა აღიარო აშკარსურად და გამარჯვებული. არა, რა არის ეს შარშა არ გაყალბებულა, მაგრამ არა, შარშა წინა არჩევნებშიც იყო ეგეთი მომენტი, მაგრამ ევროკავშირმა უთხრა მოუწოდა მე ამ დეპუტატებს, ოპოზიციონერებს, რომ შედით პარლამენტში და იქ გააკეთეთ თქვენი არჩევანი, იქ იდავეთო. მაგრამ აი წელს ამ არჩევნებში უკვე სხვა ვითარებაა. რომ არ მოუწოდები, ხო? ევროსაბჭოს გენერალური დივანი რო ჩამოვიდა, ერთგვარი ლეგიტიმაციის სულ არ დადგა ამ შემთხვევაში. საკითხი, იმიტომ რომ თვითონ ეთქვა, შეხვდა ივანიშვილი, შეხვდა მთავრობას, შეხვდა ოპოზიციას ჩვეულებრივად და თქვა, რომ სამუშაო ჯგუფს გამოვაგზავნით და ორივე მხარე დავრჩა დავილაპარაკოთ. ხო, აი ეს ლეგიტიმაციას არ ნიშნავს. ხელისუფლება რატო ხდება მაშინ ამას? არა, ხდება იმიტომ რომ გაირკვეს და ჩამოყალიბდეს საბოლოოდ და რომ ესეთი ქაოსი არ იყოს ქვეყანაში. ამიტომ აი ეს მათ ინტერესში შედის. ეს შეიძლება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე ვერ დამარწმუნა ვერცერთმა მხარემ, რომ არჩევნები არ გაყალბებულა, თუნდაც გარედან, თუნდაც შიგნიდან. რომ არჩევნები გაყალბდა უბრალოდ. მაგაში ვერ დავრწმუნდი. ფაქტები რომ დადონ, მტკიცებულებები დადონ, ვიდეო კადრები. სულ მაგაზია ლაპარაკი და. კი ბატონო, აი მე სულ ფაქტების მოტანაზეა ლაპარაკი. აი როგორ ფიქრობთ ახლა სააკაშვილის პარტია 10%-ზე მეტი აიღო რეალურად? ან გვარამიას პარტიამ 11%-ზე მეტი აიღო და იმ კვლელებს მართლა უფრო მეტი მხარდამჭერი იყო ვიდრე ქართულ ოცნება? კიდევ ერთხელ მხარდამჭერი არ ვარ. მე მერჩივნა რომ მაგალითად ჩვენ პარტიას ალტიფოს უფრო მეტი ხმა აიღო და ჩვენ მოსულიყავ ხელისუფლებაში. ან ეროვნულ პარტიებს დანარჩენ. ალტიფო გააუქმეს საერთოდ და. ხო, მით უმეტეს ამ თავად. რაფერ მოხვიდოდეს? დავიყო გაბრაზებული და ვარ იმ. ხო. საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად მოხდა უკანონოდ ორჯერ პარტიის გაუქმება. ეგ არ მოხდა რა. კომუნისტების ის გააუქმა ზვიადმა თუ გახსოვთ. ხო. თავის დროს არა? ივანიშვილებს თუ დიდი გული ქონდათ, რაღაც ჩვენ გაუქმებდნენ, 5 ნომერი გაუქმებინათ. ხო. ივანიშვილი წინასაარჩევნო პროგრამაში რო გვეუბნებოდა, რომ მოვა თუ არა მეორე დღიდანვე გავაუქმებთო, არჩევნებამდე გაუქმებინა. ანუ გითხრა რომ მკვლელები არიან, მოდი არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა და თავი პარლამენტში რო შევლენ, მე გავაუქმებ. ანუ აქ ლოგიკა ვერ დავინახე მე. თუ მკვლელები არიან და კრიმინალები, რატო აღებინებ მკვლელებს და კრიმინალებს არჩევნებში მონაწილეობას მაშინ? თავიდანვე გააუქმე და ну, რავი, ქართულმა ოცნებამ იყოჩაღა ჩვენთან, ადგა და ჩვენ გაგვაუქმა. ეს პრობლემა არის. და დაუჭირეთ ახლა მხარი, ხო? და თქვით რომ არ სამართლი არ ჩაარდა დარჩა. არა, იყო დარღვევები და დარღვევები რა იყო გეტყვი? დარღვევები იყო არაუშუალოდ საარჩევნო ყუთთან. არამედ მანამდე იყო, სანამ საარჩევნო ყუთთან ადამიანი მივიდოდა, ზოგიერთ ადამიანზე შეიძლება იყო რაღაც ზემოქმედება, მაგალითად რომ სამსახურის დაკარგვის შიში იყო,
იყო შეიძლება ხანხით მოსყიდის პრობლემა. არა, იგი ის იყო გაყალბებული ისინი იყო პირადობის მოწმობები და ისინი. აი, გაყალბებული პირადობები არ გამიგია რომ მოგატყუოთ. ანუ არჩევნები თუ გაყალბდა არჩევნებამდე, მაგრამ მე კიდევ ერთხელ დავამატებ. აი აქ იყო ერთი მომენტი, რომ იმ ყველებმა რა არა უღია იმდენი რომ ხელისუფლებაში მოსულიყვნენ და აქ იყო ერთმა დიდმა ფაქტორმა იმუშავა და ქართულ ოცნებას ეგა ყოველთვის და მაგით იგებს და გამოყენებული რომ აი ჩვენ თუ ვერ მოვედით ხელისუფლებაში, მკვლელები დაბრუნდებიან და ნახეთ რა დღეში ჩაგავდო. მაგით ხო, ეს პროვოკაციული ის არის, ხო. შეგაიდეთ მომიშვილო 2012-ში რომ მოხვედი სამართლიანობა აღგედგინა ყველა მკვლელი და დამნაშავე დაგეჭირა და ხო ბუ აღარ გეყოლებოდა. მაშინ კოჰაბიტაცია გამოაცხადეს. ხო, აი ეგ იყო და ხო და ჩაეხუტნენ ერთმანეთს სკულში. ბატონო და ეგ არის ხელისუფლების ყველა დიდ დამნაშავე და ამ კოჰაბიტაციამ დააყენა ეგარეულობა ქვეყანაში ახლა რა ხდება. ეს შედეგი ვარ ხო, ბატონო გიორგი, აბა ეხლა რომ ჩვენ ვისაუბროთ პრეზიდენტთან დაკავშირებით. პრეზიდენტ გადავალთ ბატონო გუბას. როგორც იტყვიან, რამდენი იურისტი ამდენი აზრია. ხო, რა თქმა უნდა. ეხლა რა შეეხება ბატონ ლაშას პოზიციას, მინდა გითხრათ ნაწილობრივი თქმები, მაგრამ თუ ჩვენ ლეგიტიმაციაზე ვსაუბრობთ საერთოდ ქვეყანაში არსებულ ლეგიტიმაციაზე, ჩვენ უნდა ვთქვათ და აუდა აღვნიშნოთ, რომ ლეგიტიმაცია საქართველოში შეწყვეტილი 1992 წლიდან, როდესაც მოხდა სახელმწიფო გადატრიალება პუჩისტების მიერ. როდესაც განდევნილი იქნა ერთადერთი კანონიერი ხელისუფლება, ეს არის ბატონის ძველი გამსახურდიას ეროვნული ხელისუფლება და ამის მერე შეწყდა ლეგიტიმაცია. შემდეგ შეიქმნა სახელმწიფო საბჭო მოგეხსენებათ, მერე შემდეგ შეიქმნა სახელმწიფო მეთაურის აპარატი და ასე შემდეგ მოვედით დღემდე. ეს თუ ლეგიტიმაციაზე ვსაუბრობთ, თქვათ ვის რომ საერთაშორისო სამართლის მიხედვით ლეგიტიმაცია საქართველოში არის შერჩერებული. ეხლა რაც შეეხება იმ და ასეთ პარლამენტს არ უღიარებია პუჩის ამბავი და ეს და პირიქით მე მინდა გავიხსენო 1992 წლის 13 მარტის საქართველოს უზენაეს საბჭოს დადგენილება, სადაც პირდაპირ უზენაეს საბჭომ მიანიშნა, რომ ეს არის უზურპატიული ხელისუფლება, რომელიც დღეს მართავს საქართველოს. ანუ საუბარია იმ სამხედრო საბჭოსთან დაკავშირებით. ეს არის ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით. და ხა რაც შეეხება შემობატონო იმასთან დაკავშირებით, რომ თქვათ არჩევნებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ორივე მხარე, საერთოდ მხარეს ყავდა თავისი მომხრე და იმისი არის ყველას ყავს თავისი მომხრე. რაც შეეხება დაღუპვებთან დაკავშირებით, მე სხვათა შორის მინდა გითხრათ ბატონო ლაშა, რომ იყო ესე ვქვია, მე უყურებ როგორც იმედს ისე ვქვათ, თავარახს და სხვა არხებსაც მარტო ერთად ხარ უყურებ, სადაც თქვათ აჩვენეს ახალქალაქში სოფლების, სადაც მაღალი ხუდები მიიღო გარკვეულმა პარტიებმა და იქ ადამიანები არ ცხოვრობენ. აი ესეთ შემთხვევებიც არის ის, რომ არც ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. რა თქმა უნდა, კითხვის ნიშნები ისმევა, როდესაც არის არჩევნებთან დაკავშირებით, ხოლო გაყავდა იქ არალეგიტიმურია თქვათ ამ კუთხით, რეალურად ვინ მოიპარა და ვინ გაქულდა თქვათ ხმა, იქ რაღაც კონცენტრების შეიქმნა და იქ კაპიტნები, გარკვეული კაპიტნები აჩვენეს, ეს არის მხოლოდ გამოძიების საქმე. ეს უნდა გამოიძიონ. რო არიძიებენ ამაში ეს. უნდა გამოიძიოს საქართველოს რა ქვია გენერალური პროკურორმა. ჩვენ ახლა იქიდან ჩამოვიყვანოთ საიდღანაც ვიღაცა და იმას ვთხოვოთ არიქა შენ გამოიძიო, ეს არის არასწორი. არც ის არ არის სწორი, რომ ვიღაცამ ჩამიტაროს მე საქართველოში არჩევნები. ეს ყველა დაუშვებელია. აბა ვინ უნდა ჩაატაროს? ქართველმა ხალხმა უნდა ჩაატაროს. ქართველმა ხალხმა ჩაატარა და ატეხილი ერთი ამბავი. აბატონო სიტუაცია ხო მაგრამ იქ შეიძლება არჩევნებში მოხდეს რა ორივე მხარე ვერ იქნება ორივე მხარე მართალი არ იქნება რა თქმა უნდა იქ შეიძლება მოხდეს კონსენსუსი რაც შეეხება თქვენი მეორე კითხვა იყო ბატონო აი საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმაცია და აი როგორ იქნება ეს ორხელისუფლიანობა ეხლა ქვეყანაში ორხელისუფლება დაღუპავს არა ახლა ნელი პრეზიდენტი იძახის მე ვაგრძელებ ჩემს უფლებამოსილებას ხოლო ახალი იძახის მე მოვდივარო და აბა ეხლა ეგ როგორ იქნება? ეს ისე იქნება, როგორ არავითარი ხელისუფლებინობა არ შეიძლება ქვეყანაში ეს დაღუპავს ქვეყანას, ეს ერთი. როდესაც ხალბატონის სალომე აირჩია, თუ დანიშნა, მოდი თქვა პირდაპირ სხვათაშორის თვითონაცნების წევრების ამბობენ, რომ ჩვენ რომ არ ყოფილიყავით, სალომე არ იქნებოდა. კი. ანუ ფაქტობრივად გამოდის, რომ ქვეყანაში დღემდე ჩატარდა საერთოდ არჩევნები, თუ პრეზიდენტი დანიშნულია
და არ ჩატარულა არჩევნები რომ არა არჩევნები ჩატარდა მაგრამ უსწრებდა ძალიან ცოტა თითქმის აგებდა სალომე ამას მაგრამ წაგებული იყო მე ივანიშვილი გამოვიდა შეპირდა ეგ ხალხს იმ რაღაც იმას 2000-მდე იმის საბანკო იმგენის განულებას ხო და ამით გავიდა ის რა ქვია ანუ აქედან გამომდინარე რომ არა ქართული ოცნება სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი არის. კი, რა თქმა უნდა. დამოუკიდებლად ვერ გაიმარჯვება. ხო, მაშინ არ ქონდა მას ის ავტორიტეტი, რაც ეხლა. ეხლა თქვა რომ आज დღეს არ აქვს დიდი ავტორიტეტი, მაგრამ არა, დღეს აქვს. იმასთან როგორ არ აქვს. ეხლა ქალბატონო სალომე როდესაც თქვა რომ საქართველოს დაიწყო ომი, იმ დღიდან მე ის ჩემ ქვეყნის პრეზიდენტად არ მიმაჩნია. იმიტომ ქვეყნის პრეზიდენტი შენ ქვეყანას არ უნდა დანაშაულო, არც ქვეყნის პრეზიდენტი, არც სახელმწიფო მეთაური და არც ერთი თქვა მართული ძალის სალომე იმასაც მიულოს აკაცო კიტოვანსაც და ჟაბასზე ამიტომ მე ხა ეს მაშინ გამარჯვება ასე რომ განცხადება მე არ მიგვიყვარს ამიტომ ერთადერთი რაც შეიძლება გაკეთდეს რაღაც კონსენსუსი მაინც უნდა შეიქმნას უნდა დაიწყოს მოლაპარაკების მაგიდაზე არ ჯდებიან ცივილიზებული ფორმა და მიიღონ ის გადაწყვეტილება რაც აბა სალომე შეუძლია ახლა გააგრძელოს ლეგიტიმური უფლებამოსილება თუ არა? არა, რა თქმა უნდა, არა, ხო მოდი ახლა დავიმოვიდეთ თვალს. უსტა არა ეს არ როგორც არალეგიტიმური არჩევნების ისა? ქართულმა ხალხმა აირჩია. როგორ აირჩია მეორე საკითხია? პირველ ტურში ვერ გაიმარჯვა და როგორც თქვით რომ არა ქართული ოცნების და ივანიშვილი. კი, კი. პრეზიდენტი ვერ გახდებოდა. ვერა. კი. რა კი გახდა? ხო. მას აქვს თავისი ვადა. თავისი ვადა, აი მაგამდე მივიდიოდი. კი ბატონო. ვადა გაუვიდა. მაგრამ ეხლა რო იძახიან რომ ეს საპრეზიდენტო არჩევნები არის არალეგიტიმური და მე ვარ ლეგიტიმური და მე ვაგრძელებ ჩემ უფლებამოსილებას. ხალხმა ეგ აირჩია კონკრეტული ვადით. 5 წლის ვადით აირჩია. 7. 6 წლის ვადით. 6 წელი გავიდა, ხო? ხო, კი ბატონო. ერთ კვირაში გადის ვადა. ეგ ვადა გაუვიდა. ეხლა ზელენსკი რომ გაიხანკლივა ვადა, ეგ ქვეყანა იქ ომია, ხო, ეს სხვა ამბავია, კი. განადო უბრალოდ. მაგრამ ამ შემთხვევაში ქვეყანაში ომი რო არა, საგანგებო მდგომარეობა რო არა და შენ ჯიუტა თამობ რომ მე უნდა ვიყო. ხო. აი ეგ ალოგიკურია ეხლა მოდი თავი გავალებოთ ყაველაშვილი რაღაც დადებითი პერსონაა თუ არ არის კარგი პერსონა. არ ჩვენ იმას ლეგიტიმაციაზე ვსაუბრობ და არა პიროვნებებზე. ამ შემთხვევაში ჩვენ მოგწონს თუ არ მოგწონს ეს საკითხია. კონსტიტუციაში ჩაიწერა რომ არა პირდაპირ წესით ანუ არჩეული პარლამენტის მიერ ინიშნება აირჩევა აი 300 ხმოსნის მიერ და ეგ რავი ჩატარდა ჩაულებრივად და იმათმა აირჩიეს მაგრამ აქ არის მეორე მომენტი თუ ზურაბიშვილი არ გავიდა იქიდან და თქვა რომ მე პრეზიდენტი ვიქნები მაგრამ ახალი არჩევნები არ ჩატარდება ამიტომ ყაველაშვილი არჩეული პრეზიდენტია და ჩაულებრივად უფლებამოსილების განხორციელება შეუდგა რა შვებით ჩვენ ქვეყანაში ვიღებთ ორ პრეზიდენტს. ხო და იმიტომ საუბრობს ახლა აი იურისტები თქვენ ხართ და ქვეყნისთვის არ შეიძლება. არ შეიძლება და იურიდიულად, სუპერიურიდიულად თუ მიუდგეთ ადამიანური განწყობები გითხარით, მაგრამ ამ შემთხვევაში ყაველაშვილი ითვლება კანონიერად არჩეულ პრეზიდენტად, ზურაბიშვილი ითვლება არალეგიტიმურ პრეზიდენტად. არა, უკვე ვადაგასულ პრეზიდენტად. კი ბატონო, ხო, მაგრამ ყველაზე მაღალი ღირებულება არის ეს არის ქვეყნის ინტერესები. ყველაზე მაღალი რა თქმა უნდა, კაცო, მაგაზე არ დავობთ. ხო, თუ ჩვენ თუ რომელიმე მხარე არის პოლიტიკოსი და პოლიტიკოსად ხრის თავს და ქვეყნის ვინ არის პოლიტიკოსი, რომელიც ემსახურება ხალხს, ხო ეს? ხო. წესით ესეა, მაგრამ გადავიდა და აქედან გამომდინარე, ბათ იმაზე კი არ უნდა ითრიგოს, არც ერთმა მხარემ და არც მეორე მხარემ. სკამთან შენარჩუნებაზე უნდა იფიქროს ქვეყნის ინტერესები ჯერ რა დააზიანებს და რა არ დააზიანებს. რა თქმა უნდა. აქედან უნდა მიმსჯელო და რა თქმა უნდა ისა ქვია გაუგებრობა, რაღაც შეუთანხმებლობა ყოველთვის ყოფილა კიდევ იქნება კიდევ მაგრამ მასშტაბებს გააჩნია. აი, მაგრამ ამ იმას სალომეს ვადის გახანგრძლივებას ევროპარლამენტიც უჭერს მხარს და მთელი ევროპა და სახელმწიფოები. აი ამ შემთხვევაში როგორ ვქნათ? რომ ისინი თვლიან, რომ ლეგიტიმაცია აქვს სალომე ზურაბიშვილს და არა ყაველაშვილს. გიორგის პათოს გავაგრძელებ და ვეთანხმები და იგივე ვაბობ მე რომ არ შეიძლება ქვეყანაში გამოწიება ჩაგიტაროს სხვა ქვეყანა თუ არჩევნები გაყალბდა გენერალურმა პროკურატურამ უნდა გამოიწვიოს ამ შემთხვევაში. არ შეიძლება არჩევნების ჩაგიტაროს სხვა ქვეყნის კომისიამ რომელიმე ქვეყანა უნდა გამოიძიოს. ხო, მაშინ გამოდის რომ ქვეყნის ხელისუფლების ინტერესებში არ შედის ეს. თუ პროკურატურა არ იძიებს ამას არ იძიებს აბატონო ქვეყნის ინტერესებში ხელისუფლების არ შეიძლება არა და პირველი ყველაზე მთავარი ეს არის ქვეყნის ხელისუფლების ინტერესებში ვინც მოგებულია რომ მართლა გამოიძიონ მართლა აი იცით რა როდესაც არის რაღაცა კითხვები თქვათ
თუნდაც აბსოლუტური კითხვები დაუშვათ. ეს უნდა იქნეს გამოკვეთილი და უნდა პასუხი გაუცემელი. კი, მაგრამ აი საერთაშორისო ისე ხო, ევროპარლამენტი, ამერიკის ადმინისტრაცია ყველა არის ამ სალომეს მომხრე ამ შემთხვევაში. დღეს და აი ეს როგორი იმას უნდა რომ ამას თვლიან ლეგიტიმურად. და აი საერთაშორისო აღიარება აქვს ამ შემთხვევაში ამას და არა ყავდა როგორ იქნება ყოველას შემდეგ შეხვდებიან იმას რა ქვია სხვა ქვეყნის პრეზიდენტები არ შეხვდებიან აი ამ ლეგიტიმაციიდან გამომდინარე აი იმიტომ ეს მნიშვნელოვანი ამაზე საუბარი მაგალითად თურქეთის პრეზიდენტმა მიიღო ხო გასაგებია მაგრამ აქ გერმანიის პრეზიდენტმა მიიღო გამარჯვება არჩევნებში რა მოხდება არ ვიცი მაგრამ გარე ფაქტორებზე დიდად დამოკიდებული მე მაგას ვამბობ ხო ერთამეს მოგახსენებთ რომ ევროპარლამენტი არის თქვათ გარკვეული ძალისხმევი ორგანიზაცია და გარკვეული თქვათ წონა გააჩნია მას. აქედან გამომდინარე ხარ დავიწყოთ იქიდან რა მოხდა რომ მათ შორის გაიგვინა შამაკადა საქართველოს ხელისუფლებასა და ევროპარლამენტს შორის. ის რომ თქვათ მიიღეს კანონი გამჭვირვალობის შესახებ. აქედან დაიწყო ყველაფერი. კი. ეხლა ის მინდა გითხრა მე მაგალითად ჩემთვის გაუცება იყო როდესაც მიიღეს ეს კანონი მარტო იმიტომ რომ ეს ეხლა ცარიელ ციხეში ხარისხალი გააჩინეს. შეიძლება ჩატარებული იყო არჩევნები შეულებრივად და მე შეეტანა ეკანონ პროექტი თუ ასეთი მნიშვნელოვანი იყო. თუ არა და არსებობს კანონი იურისტია ბატონო. ან მანამდე მიიღოთ ერთი წლით ადრე, მანამ უკან. არა, მიიღეს და უკან გაიწვიეს. არა, მიიღეს და უკან გამოიწვიეს. არა, ეს არ მოსმენა ჩააგდეს. უკვე რა არის ბატონო? ხო და გაწევა ხო? უკვე რა შეესახმე? ჩვენ თუ გვინდა რომ თქვათ უნდათ რომ გაიგონ არასამთავრობო სექტორში და ფინანსება საიდან მოდის, მას რამდენიმე კანონი არეგულირებს. აქ არ არის დიდი ის რა ქვია სიტუაცია. უყურე აქ უბრალოდ ცხადდება უცხო ქვეყნის აგენტად. აი ეგ ამან გამოიწვია ყველაფერი. ხო და აქედან გამომდინარე, კაცო, ჯერი მე მაგათაც მაგ არასამთავრობო სექტორი, რომელსაც ცხოვრებაში არ მიმიღია გრანტი, შეგნებულად არ მიმიღია გრანტი. არ მიმიღე და იმიტომ რომ მე მსახურები ქართულ საქმეს და არ მინდა მე განეცდიერებ მსახურებიან მე ბევრი ორგანიზაცია ვიცი რომელიც ქართულ საქმეს ემსახურება მიუღია გრანტი და არავითარ როგორ შეიძლება იმას დაუძახო თქვა იმის აგენტი ხო შესრულებია ხო მაგრამ სხვათა შორის რა მინდა თქვა იცი ყველაზე საინტერესო არის ეხლა გაახსენდათ ეს რა ქვია გრანტი მიმღები ორგანიზაციები თქვენ იცით რომ ყველა კომისიებში რომელსაც სახელმწიფო ხვდიდა ყველა ამ გრანტის მიმღები ორგანიზაციები ყავდათ კომისიის წევრებად. თვითონ ესენი პაპუაშვილი, კობახიძე ის ყველა გრანტებით იყვნენ, კაცო. ყველა კომისიებში ყავდათ ხან ერთი ორგანიზაცია მე როდესაც შევდიოდი თქვა და იყოს ხდომები და იქ ხედავდი იქ ვთქვათ ერთ ორგანიზაციას, მეორე ორგანიზაციას, მესამე ორგანიზაციას და მიყვიდა კაცო მოგამოდო სხვა ორგანიზაციები არ არის რომელიც შეიძლება მიიწვიო. ეხლა ვისი ბრალი ეს ყველაფერი? რა თქმა უნდა, ხომ ამით ხوار წააქედეს ისინი რომ აი უფრო ისინი ძლევამოსილები არიან თავიანთი თქვათ, ვიდრე სხვა ორგანიზაციები. ამიტომ დასაფიქრებელია ეს ხოთაშოვა. ბატონო გიორგი, თქვენ კარგი მანამდე მიხვედით, ან მაქამდე მივიდოდით საუბარში, მაგრამ თქვენ ორ მომენტში ანუ უყურეთ თქვენ რომ აი არ აღიარებ მთელი რიგი, რავი, ევროპის უმრავლესობა, ხო, ევროპული ქვეყნების უმეტესობა, სალომას აღიარებენ ლეგიტიმურ პრეზიდენტად და ითხოვენ ვადამდელ არჩევნებს. უკვე 5 ხო, ლიტვა და ლატვიამ და რამდენიმე ქვეყანამ კი. ნიდერლანდებმა, პოლონეთმა. აი, უყურეთ, ეგ ყველაფერი რატო ხდება? სწორედ აღნიშნა რა. პირველი მოთხოვნა რა იყო მთავარი? თუ ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონს გააუქმებდნენ, LGBT პროპაგანდის ამკრალავ კანონს გააუქმებდნენ და ეგრეთ წოდებული აგენტების შესახებ კანონს გააუქმებდნენ, ამ შემთხვევაში ევროპა იტყოდა რომ მოლაპარაკებების მაგიდაზე დაჯექით და ლეგიტიმურად ჩატარდა არჩევნები შედით პარლამენტში. იმან გააღიზიანა ყველა ამ კანონებმა, ანუ უყურეთ, თავარი აი ეხლაც კი თავარი მოთხოვნა რა არის. ეგ კანონები გააუქმეთ, გაიტანეთ უკან და დაჯექით მოლაპარაკების მაგიდაზე. აი ეგ არის ანუ ის კი არა რომ არჩევნები გაყალბდა. და ის კი არა რომ თქვენ ძალაუფლება რაღაც უკანონო მეთოდებით ჩაიგდეთ ხელში. არა, უბრალოდ თქვენ ეგ კანონები რომ მიიღეთ, ეგ ევროპული ღირებულებები არ არის. არა, ხო. ხო და არ გვინდა ჩვენ ევროპული ღირებულება, ჩვენ მივიღეთ ისეთი კანონები, არ ღვევსო პირდაპირ თქვენ ევროპაში. გავიგე, მაგრამ ჩვენ მივიღეთ ისეთი კანონები, რომლებიც ქართულ ღირებულებებთან არის ახლოს. ეხლა საქართველოში რომ ქალი მამაკაცად არ შეიძლება სამოქალაქო რეესტრში დარეგისტრირდეს, მე მგონი 2-2-4-ია. ან ტრანსგენდერი ეხლა მაგალითად ციხეში ერთი 2 წლის წინ 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 2 წლის წ
გლდანიწიხეში ერთი პატიმარი იყო, რა ქვია, ტრანსგენდერი და ბადრაგი ხუმრობდა კიდევაც. სადმოვათავსოთ ქალის. ხო, სამარტო იმაში ყავდათ და რომ იმართავდნენ პირობითად ჯემალით, პანიკებში ვარდებოდაო, ქეთინო მქვიაო. ხო, ანუ ეგეთი ანომალიები რო არ იყოს, მაგიტო. ეგ კანონი იყო საჭირო. არ შეიძლება სკოლებში და ბაგაბაღებში და უნივერსიტეტებში LGBT პროპაგანდა. კონსტიტუციაში ხო არის ჩაწერილი, კაცო? კონსტიტუციაში არის ოჯახი, არის ხალი და მამაკაცის ერთობა, კი ბატონო. ამ კანონით პროპაგანდა აიკრძალა. თავიანთ ოთახებში და ოჯახებში აკეთონ რა თვითონ უნდათ, მაგრამ სკოლებში ნუ მიყვნიან ბავშვებს და საჯარო სივრცეში ნუ გამოდიან და აღლუმებს ნუ მიმართავენ. ეგ დარეგულირდა მაგ კანონით. ეხლა ევროპა თუ არ მოწონს, ეგ რომ ჩვენთან ზნეობა უფრო მაღალია ვიდრე გარყვნილება, არ გვინდა ჩვენ ეგეთი ევროპა კი ბატონო და თუ მაგის გამო გვეტყვიან რომ არჩევნები თავიდან ჩავატაროთ, არ უნდა ჩავატაროთ. არა, ეს სხვა ხო, ეგ არის. უყურესულ კანონთან და აგენტების შესახებ კანონში კიდე გავიარეთ, ხო, ეგ საკითხი. უბრალოდ დრო იყო არასდროს შერჩეული და მაგაში გეთანხმებით. არჩევნების მერე რომ მიიღოთ, ეგ ვითარება არ იქნებოდა. ან არჩევნებამდე ერთი წლით ადრე მანამ უკან გაიტანდნენ მაგ კანონს, მაშინ რომ მიიღოთ და პრინციპულობა გამოიჩინათ, ეგ რეალობა არ იქნებოდა, მაგრამ არჩევნების წინა პერიოდში რომ ეგეთ კანონს იღებ, რომელსაც შენი წირო უკან გატანილ კანონს არეულობა მოყვება, შენი თავით და ქვეყნის წერი ხარ მაშინ. აი ეგ შეეშალ, შეგნებულად მოხდა ალბათ, ხო? ან იდიოტობა დაემართა. არა, იცოდნენ რაც მოყვებოდა კაცო. არა, უყურეთ როგორი სიტუაცია, ბატონო გუბას, ეს კანონი რომ მიიღეს, რა ქვია, გამჭვირვალობის შესახებ, ასეთი კანონი მიღებულია რუსეთში და ამას ევროპაშიც არის, კანადაში, ფარა ამერიკაში იგივე ანალოგია თითქმის, საფრანგეთში კი ბატონო. როცა სხვა კანონები რეგულირდება, ეს რაღაც თქვათ, აი ამ ჭიქის, აი ამ ჭიქის თქვა ფორმა შეიძლება თქვა სხვა კარიბი არსებობდეს, მაგრამ ნუ დავარფოთ პირდაპირ თქვა სხვა როს. ხო შეიძლება ამაზაც გაგეთეს მოუარო რა მეორე მხრიდან, ხო. მაგრამ როდესაც არსებობს ის კანონები, რომელიც ფაქტობრივად ისედაც ხელის გულზე დევს, მე ჩემთვის უბრალოდ გაკვირება გამოიწვია ამ კანონის მიღება. ეხლა რაც შეეხება მეორე კანონის, რომელიც თქვენ ბრძანეთ და მე მიმაჩნია, რომ ძალიან სწორად იქნა მიღებული ეს კანონი, რომელიც არის აი ეს პროპაგანდის აკრძალვა, ხო. ყველას უნდა ახსოვდეს და ეს იქნება, არ ვიცი, უცხოელი იქნება, ქართველი იქნება და საქართველოს ღვთისმშობლის წილი ქვეყანა. და ჩვენ გვაქვს ჩვენი ადაწესები, ჩვენი ტრადიციები, ჩვენი წესები და ამან მორალური კოდექსია, დაუწერელი მორალური კოდექსია. ჩვენ გვაქვს ჩვენი რწმენა გვაქვს და ქრისტიანობა გვაქვს. ამან მოიტანა დღემდე საქართველო. ამან გადაარჩინა დღეს თუ ჩვენ ქართველები გვია ამის წყალობაა. ამიტომ არის რაღაცა წმინდა, რომელსაც ვერავინ ვერ შეეხება და არ უნდა შეეხოს და რა თქმა უნდა თუ ამას შეეხება ვინმე და რომ გინდა თუ არა ამას თუ მიიღებს შენ და მაშინ არ იქნება ევროპა, არ მინდა მე ესეთი ევროპა. მაგრამ ასეთი ძალდატემა რატომღაც არ ვიცი, რამდენად იყო, რამდენად არ არის. აი ამ ესეც ვერ გაიგო საზოგადოებამ. მართლა იყო ასეთი ძალდატანება და ასეთი პირდაპირი მოთხოვნა თუ იყო რეკომენდაციის სახით. იმიტომ მე მახსოვს სხვათა შორის როდესაც საქართველოს გახდა ევროსაბჭოს წევრი თუ იქ იყო მესხი თურქების შემოყვანის საკითხი. ხო, და მიჭყუშს ეს. ხო და ხო, უყურე რა სიტუაცია იყო. და აქტიურად იყო ეს განხილებული ეს საკითხი. ეს იყო დაღუპელი საქართველოსათვის. იმიტომ თუ ჩვენ ნახავთ, გამოვითხოვთ თქვა დოკუმენტებში, იქ 90% იყო თქვა თურქი. მაგრამ გარკვეული თქვა იყო ქართველებიც იყო, მაგალითად თქვა აჭარიდან იქი რა თქმა, ხო, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ხო იმაზე ხო დადგები, რა ქვია, საზოგადოება ხო ვერ გაარჩევ ასე. აქედან გამომდინარე, ეს საკითხი თანაც უნდა ჩასახლილიყო კომპაქტურად ახალ იმაში ქვია, სხვადასხვა რეგიონებში, სადაც ხო. აი, მაშინ ეს იყო რეკომენდაცია. ამიტომ მათი სტილი არის რეკომენდაცია. ხო და აქედან გამომდინარე, ცოტა აი კითხვის ნიშანი დავიბადე, რომ რამდენად შესაძლებელია რომ ეს იყოს პირდაპირი მოთხოვნა. ევროკავშირის 27 ქვეყნიდან 24 ქვეყანაში ერთქესიანთა ქორწინება დაკანონებულია. იმათ ღმერთთან ხელი მოუმართოთ, მაგრამ ეს საქართველოს 4 ქვეყანა აღმოჩნდა პრინციპულად, ერთი უნგრეთი და დანარჩენი 3 ქვეყანა, რომლებაც არ დააკანონეს. ეს არ მოხდება საქართველოში. მაგრამ უკვე ევროკავშირის წევრ უმრავლეს ქვეყანაში რომ ეგ არის დაკანონებული, ანუ ჩავთვალოთ და გეთანხმებით თქო, რომ პირდაპირი მოთხოვნა იქნებოდა ალბათ. არ ვიცი. არა, ეხლაც არის. ვერაფერს ვერ გეტყვით. არა, ევროპარლამენტში იდგა ეს საკითხი, საკმაოდ წავედ და ითქვა, აი ორივე კანონზე. კი. აი ამ რუსულ კანონთან დაკავშირებითაც და აი ამ ორივე უნდა გაუქმდესო. და საკმაოდ ისე აქტიურად იყო ამ ჟელობა, აი
პარტიის ლიდერები და ისინი გამოდიდნენ შენობდნენ ამაზე, მაგრამ ეგ არ არის ის იმდენად იცით ყველას თავისი ის აქვს. ანუ სუფთა იურიდიულ საკითხში რო გადაიტანოთ ამ კანონებს შევეშვათ, მოდი რა, ახლა ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონი მივიღეთ და ოჯახებს ვიწევთ ამ კანონით, ხო? გარე გავლენებისგან. LGBT პროპაგანდისგან ბავშვებს ვიწევთ ჩვენ და ანუ ამ კანონების მიღმა იმ ევროკავშირმა გააცნობიერებს, რომ ჩვენ ეგეთი ტრადიციული ქვეყანა ვართ, ხო? გაგვანებოთ თავი და თან სკოლებში შეტანა სექსუალური ეგ ყოვლა დაუშვებელია. თემის ისა და სწავლების ისა რომ გავაცოს თვითცნობიერებო ბავშვებიო ამ საკითხებში რომ მე რაღაც შეშლები არ მოუვიდნენ. წარმოებებში ეგ თემატი იყო შეტანილი, გეთახმებით. კი, საგანი იყო, სახელმძღვანელოები იყო დაბეჭდილი, ერთ-ორ სკოლაში შეიტანეს, მაგრამ მე საერთო ის არა, ეს არ შეიძლება, ეს არის დაუშვებელი. ვინც მაგ ესეთ რაღაცა თემებს შეიტანს სკოლაში, ის არის ქვეყნის ტერი. მოდი პირდაპირ. მე მეგწყვით ახლა, აი რამ დამყრობელი რამდენი იყო საქართველოში, რომ ძალიან ბევრი. ხო, სპარსი, ოსმალო, მონღოლი, გავიცი, მაგრამ რუსეთი, რუსეთი თავი სხვა საკითხია კიდე, მაგრამ აი არც ერთ ამ ქვეყანასთან ჩვენ ასილი მიცე არ მოუხდენია, რომ აი აქ ყოფილიყო აი ესეთ პირიქით ყივშაყები იყვნენ და ისინიც გაქართველდნენ, ხო? აქეთ მოხდა ასიმილაცია. ესე იგი, ქართველმა არ მიიღო არც მიიღებს ბატონო ეროვნება, რომ მასთან რაღაც ოჯახური კავშირი შეექმნა და აი ეგეთი ის მოხდარიყო, ხო? ბატონო გუბას მითხრით. არის რაღაც არის სხვა მომენტია იმ რუსეთში, სადაც მონღოლური გენი დღემდე არის. ხო, სხვა საკითხია კიდე, მაგრამ არის შევინარჩუნეთ და ეგ გვინდა დღეს ქართული და აქედან გამომდინარე ჩვენთვის რატო ვთქვი ეს, იმიტომ რომ მიუღებელია ეგ ამბავი და ამაზე შეიძლება მე ეს ევროპარლამენტის წამოვიდეს. ბატონო გუბას უყურეთ. მაგრამ აი ამ რუსული კანონია ყველაფრის ამრევი და ამრევი კი ბატონო, აი რაც ვიძახი, არის რაღაცა თქვათ როდესაც ადამიანის ოპერაცია კანონი ეგ არის კიდე საკითხავი. ის აქვია ბატონო, როდესაც ადამიანის ოპერაციას უკეთებენ და თქვათ რაღაცას გადაუნერგავენ, ხო? თუ ის ორგანიზმი არ მიიღო არ მიიღო აქედან გამომდინარე ეს ისეთი რაღაცა მიდგომა და ისეთი რაღაცა ის არის ვთქვათ LGBT თვალსაჩინო აქედან გამომდინარე ქართლის არასოდეს არ მიიღებს გამორიცხულია ოქროს კოშკები რომ დაუდგან და სხვადასხვის მე მგიტყავთ რომ ქონდათ და დიდი ფული ხარჯებოდა კიდევაც ქონდეთ მაგრამ ეს არის საქართველო და უნდა ახსოვდეს ყველას სხვადასხვის ერთხელ უყურე იმას რა ქვია ინტერნეტში იყო ლუკაშენკო გამოვიდა და თავის ხალხს უთხრა რომ ესო ქართველები რომ დაიბადებიან და უკვე ბრძოლობენო და ესო რას ამბობთო თქვენო ქალებს უყურებენ კი ამიტომ თქვენ კიდე თავს მოახუიეთო პრობლემა მაინც გონია რომ შეიძლება ეს თიძე ზედმეტი ის იყოს რა ქვია თიძე დახოვული თემა რომელიც თქვა რაღაც ხო მაგრამ პრევენტი მიზნით მაკანონის მიღება იყო აუცილებელია საჭიროება, კარგი. რა თქმა უნდა, ეხლა მოდი. არა, ეს მიესალმები, რა თქმა უნდა, მე მინდა გითხრათ, რომ მე მიმესალმები, რომ ეს კანონი მიიღო და მადლობა ამ ხელისუფლებას, რომ ეს კანონი მიიღო. და კიდევ რა კანონია მისაღები ბატონო გუბას, აი რომელსაც არავინ არაფერს არ იცავს, ეს არის ლუსტრაციის კანონი. ლუსტრაციის კანონი მიიღო ყველა პროსაბჭოთა ქვეყანამ. ჩვენ რატომღაც ყველა თავს იკავებს. ყველა სხვადასხვა გამსახურდიას უნდა ამ კანონის მიღება, მაგრამ ვინ დააცატა? აი აგენტები შესაძლოა მოხდა. ხო, აი უყურეთ აგენტი. ხო, მიადგენ ტანკებით ეს. ბატონო ბეჟან, აგენტების შესახებ კანონი ეგ კი არ არის თქვენ რო თქვით. აი ეგ იქნება. ბატონო ეგ ყველა აგენტი გამოვლინდება. კი ბატონო, ეგ უნდა მივიღოთ. თუ ხელისუფლებას მართლა უნდა გაიგონ თქვა აგენტურა თუ რას ეძახიან თუ რა ვიცი იმას თქვია ლუსტრაცია უნდა მიიღონ ლუსტრაციის კანონი კი ბატონო და მაშინ გაირკვევა ეხლა შეიძლება ის გარკვეული რა ქვია კარტოტეკა წაღებულია მაგრამ ასე თუ ისე შესაძლებელია თქვა აი თქვა თავის დროზე როდესაც ვახტანგ გვარამიამ ბრძანა ის იყო გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე თავის დროზე ზვიადის გამსახურდიას პერიოდში მან ბრძანა რომ ის რა ქვია ზვიადიმო დამავალაო რომ ეს კარტოტეკა შემომეტანა რუსეთიდანო და ალასანიას თხოვია მამია ალასანიასა და ისო ჩამოიტანა გარკვეული თქვა კარტოტეკა და აქედან გამომდინარე ახლა არსებობს რაღაცა ხო აი თუ ლუსტრაციის კანონს მიიღებ შეგიძლია მე ოფიციალურად მოთხოვო მხარეს თუ შენთან არის ეს და მე მაინტერესებს ხო აი მიიღონ ლუსტრაციის კანონი საქართველოს პარლამენტმა და თუ მათ მიიღეს მართლა დავიჯერებ რომ მართლა რაღაცას მნიშვნელოვანია მათთვის აგენტურის პიროვნება ძებნა
რომლებიც რუსეთის აგენტია, ამერიკის პირობითად ვამბობ ბრიტანეთის აკრძალული ქონდეთ სახელმწიფო თანამდებობის დაკავება. აი ეგ უნდა დააკავოს, ყველა აგენტი გაიფილტრება. ხო, მორჩა. აი მარტივად მოგვარდება ეგ საკითხი. მოდით ახლა შევეხოთ უფრო რაღაცნაირად შემჭიდროულ დროში. აი თვითონ აქციის მონაწილეთა დაკავების სამართლებრივ საფუძვლებს და სპეცრაზმელების სამართლებრივ ქმედებას, ხო. მე მინდა გითხრათ, ხო, მოკლედ გეტყვით, ეგ ორ სიტყვით გეტყვით, რომ მე ხალ მინდა გავიხსენო, ქვია, ვოლტერის სიტყვები, მარი ვოლტერის სიტყვები, რომელმაც თქვა, რომ მე თქვენ მოსაზრებას არ ვიზიარებ, პირიქით, ბოწინააღმდეგე ვარ, მაგრამ თავს გავჭირავ იმისათვის, რომ თქვენ თქვენი აზრის გამოთქმა შესწროთ. ანუ უყურეთ როგორი სიტუაცია, ყველას და გამოხატვის თავისუფლება. თავისი პოზიციის დაფიქსების უფლება. რა თქმა უნდა, კონსტიტუციას და თავის ჩარჩოებში. მაგრამ ვალდებულება ყველაზე მეტი, მოქალაქეზე მეტი აქ ხელისუფლებას და არ სახელმწიფო სტრუქტურებს. ეს ფაქტია. ის რაც რა თქმა უნდა ახლა აქედან მე რაც ნახე მაგალითად ტელევიზიით მე არ გახდით აქციაზე, ასეთ აქციაზე არ გახდით, იმიტომ რომ მე ჩემი გადატვირთული დრო მაქვს, მაგრამ მე რაც უყურე მაგალითად გარკვეული პოლიციელების აი შავებში ჩასმული ქმედება, ეს არის ჩემთვის აღმაშფოთებელი. ეს იყო ყოველდღე და როგორ შეიძლება ადამიანს ცემო და წაიყვანო. და ხელისუფლების დროსაც ეგრე. რა თქმა უნდა, მე კი არ უნდა მივბაწოთ კათოლიკე. დაყარეს ხალხი ტროტუარზე ხელისუფლება. სიდა ხელისუფლება რომ დანაშაული ჩაიდინა, იმიტომ გადაირჩიე და იმიტომ არ გვინდა და იმიტომ გეზიზღება, მათ არ მინდა მე ნაციონალური მოძრაობა. აი მაგრამ რით არის უკეთესი ეს? ხო, ამიტომ უკეთესი მინდა რომ იყოს. ხო, უკეთესი. ამიტომ უკეთესი მინდა რომ ამიტომ მივეცი მე ხმა თავის დროზე 12 ნომერი. აქცეულს რო ხო, არ შეიძლება რა თქმა. ფათაშორის მინდა გითხრათ რომ მე როგორც ადვოკატი გახლავართ, მე ის ბატონო ლაშა ვარ. ხო, ამასთან ერთად ვარ ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარე. და ადვოკატთა ასოციაციაში არის ასეთი კომიტეტი, ეს არის სოციალური პასუხისმგებლობის კომიტეტი, იმის თავმჯდომარე გახლავართ და ესე იგი ადვოკატთა ასოციაციამ გააკეთა ამასთან დაკავშირებით განცხადება, სხვათა შორის ასოციაციამ გააჩერა განცხადება, რა თქმა უნდა და ჩვენს გავავწერეთ როგორც პროფკავშირმა და განვაცხადეთ რომ კანონი არ უნდა დაირღვეს არც ერთი მხრიდან, არც მეორეს მხრიდან. ორი ხო არ შეიძლება, რა თქმა უნდა. ყველა დაკავებულების ცემა ეს არის ყოლა დაუშვებელი, რასაც ამბობს თქვა. ცემა კი არა, არავენ მობილურ ტელეფონებს, ფულს. კი ბატონო, მაგრამ მეორე მხრივ ბანდიტები არიან და არა სამართალდამცავები. მოკლედ შევაფასებ ბატონი გიორგი. მეორე მხრივ კიდე აუცილებელია რომ მოქალაქემაც დაიცვას კანონი. და არ გადავიდეს იმაზე იმ ზღვარს მიღმა, რაც არ შეიძლება დაუშვებელად. ანუ წესები, კანონი რა არის? კანონია წესების ერთობლიობა. ხო, მაგრამ შენ გირღვევს ის სამართალდამცავი კანონს, მე თავდაცვის საშუალებას ნახულობ. მოდი ბატონო ბეჟან, ძალიან მოკლედ შევაფასებ. თქვენ აღნიშნეთ, რომ წინა რეჟიმს არ შეიძლება დავემსგავსოთ ჩვენ და სრულებით გეთანხმებით 2007-8 წლებში, მაშინ დამამთავრებელ კურსზე ვიყავი და მე უკვე ახალი დამთავრებული მქონდა უნივერსიტეტის სტუდენტი ვიყავი რა. ახალგაზრდა და მაშინ სწორედ სააკაშვილი წინააღმდეგ გამართულ მიტინგებში მონაწილეობდი და 7 ნოემბერი იქნებოდა 6 მაისი თუ 26 მაისი ჩემთავი გადაიარა და ბევრი დუბინკა მოხდა და გაზეთ მოწამლული ვარ და ასე შემდეგ. იმ მიტინგებს მართლა ვერ შემოდარი. ანუ იქ ხდებოდა არნახულის ისასტიკე, გასახლებს არ გვიტოვებდნენ. ალყაში გვაკეთებდნენ და გვირწყავდნენ გამეტებით და რამდენიმე ადამიანი მოკვდა კიდევ. მისდევდნენ ხო, მაღაზიებში და სახლებში. ვერ შევადარებთ ახლა მაგაში ვერ დაგეთანხმებით. არა, რასაც უყურებდით ახლა ტელევიზორში. მაგრამ იყო ბევრი რიგი მანკიერი უყურებდით ეგ. მე ბევრი რიგი მანკიერი პრაქტიკა, მაგალითად ადვოკატი ბექა ბასილაია, მიუხედავად იმისა, რომ მის პოლიტიკურ შეხედულებებს არ ვეთანხმები, ინტერვიუს ჩაწერის დროს დააკავეს პირდაპირ ეთერში. ეგ არის მიუღებელი. ეგ ყოლა დაუშვებელი. ყოლა დაუშვებელი. ადვოკატი ინტერვიუს იძლევა 7-ად არის და აკავებ. ეგ არის ყოლა დაუშვებელი. ანუ ვათვალიერებთ ადამიანებს მეთოდობა მოძებნა. ზედაპირული დათვალიერება. ხო, მაგრამ ამ ზედაპირული სხვა რაღაცას ნიშნავს, ხრეკა სხვა რაღაცასა. როცა უხსნი და გეუნებუნდა აბა მოალაგი, აბა ხერებია. ეგ რო ვნახეთ რომ დაგდებულ ადამიანს იხლი ჩაარტყეს თავში. ძალიან ცუდი ეგ არის ცუდი მომენტი. ერთ ადამიანს რომ 10 ადამიანი მარტო რო დგას მიდევენ და აკავებენ და თან ურტყავენ აფურთხებენ, ეგ არის ცუდი მომენტები და ეგ ყველა ფაქტი უნდა იყოს გამოვლენილი და
ეგ რა ქვია გამოწილებული აუცილებლად გამოავლინო ვინ არის ის უშუალოდ რა ქვია ძალოვანი ნიღვითარი რა თქმა უნდა მაგრამ იდენტიფიკაცია უნდა მოხდეს თვითონ სახელმწიფოს ჭრილს აყენებს და ხელისუფლებას აყენებს კი ბატონო და მაგრამ აქ არის ხურდებს მიაგნეს მაგრამ რადგინდა არა აქ არის მეორე მომენტი თელი ეგ რიგი რა ქვია ძალადობა არის ორივე მხრიდან დასაგმობი პირველ ხელისუფლების მხრიდან ძალადობა აღნიშნე და უფრო მეტი თმენის ვალდებულება აქვთ იმათ ხელისუფლებას და რაღაც გარკვეული რაღაცები უნდა ითქმინონ თუნდაც შეგინება უნდა მოითმინონ მიტინგზე ხო არა ისინი მე ხედავდი ორივე აგინებდა ქუჩაში რომ პოლიციელი გააჩერო და შეაგინო რა თქმა უნდა დაგაკავებ მაგრამ მიტინგზე აღელვებული მასალაა და რაღაც არეულობის ალბათობა რაღაცები უნდა მოითმინო მაგრამ აქ არის მეორე მხარე რო შევხედოთ ვითომ ეგრეთ წოდებულ შვიდობიან მომიტინგებს მე არ ვამბობ ყველა ახლა ძალიან ბევრი შვიდობიანად არის და ამ დღეებში ჩვენ ხედავთ რომ არანაირი დაშლა და დარბევა არ ყოფილა. ესე კი შესაძლებელია. ანუ შესაძლებელი ყოფილა. ანუ პოლიციელს თუ არ დაუყენებ ნიღბიანს და იქიდან თქვა თითებს არ დაგიქნევს ის პოლიციელი აქედანაც არაფერი არ იქნება. მაგრამ ან აქედან თუ არ შეაგინებ იქიდანაც არ დაგიწყებენ ამას. როდესაც ფეიერვერკების მაღაზიები დახურებთ, ჭხრეკები ჩატარდა, ფეიერვერკები იქნა ამოღებული. ეგ მოწალადე ჯგუფი იქნა დაკავებული, ყველა მომიტინგე კი არ იყო მოწალადე, რა თქმა უნდა. იყო აგრესიული ჯგუფები დაფინანსებული, რომლებსაც უნდათ მაიდანის მოწყობა ჩვენ ქვეყანაში. აგურეთ ფეიერვერკებით 1-2 პოლიციელი რომ მოეკლათ პარლამენტის შენობაში შეჭრილიყვნენ, ის შვიდობიანი მომიტინგე თვითდაუნებურად ჩაყვებოდა, მიყვებოდა. იყო ეს საშუალება ფეიერვერკი შეტევითი. შენ როდესაც დიდი მარაგი გაქვს მიტანილი იქ და გამიზნულად რაღაც თავს იცავ. ესური ქვებს ესური ინფრასტრუქტურას ანადგურებ, ქალაქს იმაშვები, რა ქვია, აზიანებს. შენ ხარ მავნებელი. არა, აქ მიტინგებზე არის ორი კატეგორია. ერთი დაორგანიზებული, დაფინანსებული რადიკალები, რომლებსაც ადამიანის ხვერპლი და მაიდანი უნდათ ჩვენ ქვეყანაში. არა, მაიდნის სიტუაცია. და მეორეა გარკვეული რიგი შემთხვევები პოლიციის მხრიდან გადაცდომები, რომლებიც უნდა იქნეს გამოწიებული. მაგრამ მე კიდევ ერთხელ ვამბობ, მე არ მომწონს მაგალითად რომ ჩემი ქალაქის ინფრასტრუქტურა ნადგურდება, პარლამენტში მოლოტოვებს ყრიან. არ მინდა რომ სამოქალაქო ომამდე მივიდეთ და დაპირისპირებამდე მივიდეთ, ეგ ჩვენ გავიარეთ. ეგ ღმერთმა დაიფარო. ამას ის შვიდობიანი მომიტინგეების ხარჯი 50 თუ 100 რადიკალი აკეთებენ. სამოქალაქო ომს ვეღარ გადაიტანს. ღმერთმა დაიფარო. ვერ გადაიტანს, მაგრამ შენ რომ პოლიციელებს მიდიხარ და ქვებს ესური და 150 პოლიციელია, მოდი დაშავებული ოპერაციები დაჭირდათ. არ არიან ისინი ჩვენი მოქალაქეები არ არიან? ანუ ერთი მხრიდან ხუარია ჩვენი მოქალაქეები. მამები ხუარიან, მშობლები ხუარიან, შვილები ხუარიან, ვიღაც მშობლები. ქართველები ხუარიან. ის გადამეტებული ძალა არ გამოეყენებინათ თავიდან დასაწყისში. არა, ძალიან ბევრი კადრი მაქვს და შემილია რა ვიცი, განახოთ კიდევაც, რა თქმა უნდა. როდესაც პირველი გადამეტებული ძალადობები გადადიან მომიტინგეები. მე არ ვამბობ ყველა, ის დაორგანიზებული ახალგაზრდების ჯგუფი, მაგას ბატონო ლაშა ფრანკლინის კლუბი, რომლებსაც აფინანსებენ გიურია ლასანიას უნივერსიტეტში. არის სხვადასხვა დაჯგუფებები, რომლებიც ის რო ჩამოდიოდა ევროპელი აღარ მახსოვს რევოლუციის იმას რო უკითხავდა ტრენინგებს. აი ეგ ჯგუფები არიან. არ ვიცი, ხა მაგდენ მე ინფორმაცია სამშობლოს წრები, რომლებსაც მაიდანი უნდოდა ჩვენ ქვეყანაში და უბრალოდ ამ სიტუაციას იყენებდნენ და უბრალოდ მომიტინგეების ხარჯი უნდათ მაიდანი. ყველა კადრი უნდა. ეგ იქნა აღკვეთილი, მაგრამ პროტესტის უფლება ყველას მშვიდობიანად გამოვიდნენ, გააპროტესტონ რა თვითონ უნდათ, მაგრამ მშვიდობის ფარგლებში. რა თქმა უნდა. და აი არის ახლა მშვიდობიანი და არავინ არ ესმის და ერთმანეთს თავს. აი ეგრე უნდა იყოს და ეგ მინდა. ყველა კადრი უნდა იქნეს გადახოული თავიდან ბოლომდე. კაციტადის დეპარტამენტმა რომელიც არაფერს არ აკეთებს, უნდა შეისწავლოს თითეული და არავინ არ იძახის რომ მარტო თქვა ერთი მხარე დაიწყოს გადასტომა სადაც ორივე მხრიდან კი ბატონო. საერთოდ მე ვფიქრობ რომ აი კაციტაძის ის რო არის დაწესებულება იქ უნდა იყოს. ხო, საერთოდ დეპარტამენტი ეს უნდა იყოს ადამიანის უფლებათა დამცველებისგან შედგენილი, რომელიც მიუკერძოებული იქნებიან როგორც სახელმწიფოს, ისე სხვა დამნაშავეების მხრიდან, ხო? ეს უკეთეს შედეგს გამოიღებს 1000-ჯერ, ვიდრე აი დანიშნული სახელმწიფო კადრი, რომელიც თქვა ხო, და არ იღებს, ამიტომ რა თქმა უნდა არ გამოიძიებს იმ დამნაშავეთა იმას სპეციალიზების დანაშაულებს, ქურდობებს, ბანდიტიზმს. როცა საგამოძიებო ორგანო იყო დაქვემდებარებული თუ გახსოვთ თქვენ შინაგასყვა და სამინისტროს, მაშინ ჩვენ უფლებადამცველები ყოველთვის ვაცხადებდით, რომ ეს უნდა იყოს დამოუკიდებელი ორგანო. ანუ არ უნდა შედიოდეს არც ერთად. და მართლაც ესე შეიქმნა გარკვეული წილად.
ხო, მაგრამ პრემიერ-მინისტრი როცა ნიშნავს ხელმძღვანელს, ეს უკვე აღარ არის. ხო, ეს აღარ არის, ხო, და მოუკიდებელი. ხო, ან არჩევითი, ან აი უფლებადამცველე შორის უნდა მოხდეს. აი ეს არჩევა და ვინც მეც ხმას მიიღებს, ის იქნება ხელმძღვანელი. რა თქმა უნდა. და პროფესია უნდა კონდეს იმ უფლებადამცველს იურისტის. ეხა უფლებადამცველი რატო უდიპლომო არ შეიძლება ეს? როგორია პრეზიდენტი? უდიპლომო შეიძლება. გამოძიებაზე საუბრობ მაშინ. ეს ხაზაკი ეხა რატო? ზოგიერთი მაგათაც ხა ადვოკატს და უფლებადამცველს ერთმანეთში ურევს და ამბობს, აი ადვოკატი უფლება არა. უფლებადამცველი არის საზოგადოებრივი დატვირთვა. მაგათაც უფლებადამცველი შეიძლება იყოს ადამიანი, ეკონომისტი, ქირურგი და ასე, მაგრამ ის ემსახურება გარკვეულ კი, და იურისტი უნდა იყოს არის ადვოკატი, თქვა გაუმჯობესება და ასე. სპეციფიკური იურიდიული წოდნის მქონე ადამიანი. 87 წელს როცა დაიწყე ეროვნულ გამოთვლების მოძრაობაში წლების ბოლოს ადამიანის დაცვის ჯგუფის ხელმძღვანელობა, საერთოდ არ იურისტის ადვოკატმა უფლებადამცვის საკმაოდ მოწეოდი. ხო. შემდეგ ჩავაბარეთ, შემდეგ დავამთავრე და შემდეგ კი ბატონო. მოგეთ დღევანდელი გადაცემა ჩვენ ამ თემით დავამთავროთ. ვფიქრობთ, რომ საინტერესოდ ვისაუბრეთ, გარკვეულ დასკვნებს გამოიტანს ჩვენი ტელემაყურებელი და ვფიქრობთ, რომ მომავალშიც რაღაც საინტერესო თემებს ვნახავთ, რომ სასარგებლო იყოს ეს საზოგადოებისთვის, დაფიქრებისთვის, დასკვნების გამოტანისთვის და საზოგადოებრივი აზრის შექმნისთვის. მადლობა საუბრისთვის, კარგად გრძანდებოდეთ.